მიხეილ სააკაშვილმა დღეს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი გახსნა. საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი 5 სართულიან შენობაში განთავსებულია. ახალი კლინიკის სტაციონარები პრეზიდენტმა დაათვალიერა და მის მოწყობაზე გაწეული ხარჯებით დაინტერესდა. პრეზიდენტის განცხადებით თანამედროვე და მაღალ პროფესიონალური დონის კლინიკის უპირატესობა ისაა, რომ იგი სამკურნალოდ მისვლა ყველა ადამიანს შეუძლია. სადაზღვევო პოლისები კი პრეზიდენტის განცხადებით ყველაზე გაჭირვებულ ადამიანსაც კი აძლევს საშუალებას მაღალი დონის კლინიკაში მივიდეს. აქ განსხვავებით იმ ძველი დროისგან შეუძლია მოსვლა ყველა შეძლების ადამიანს, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ჩვენ ბოლო რამდენიმე წელი გვაქვს დაზღვევა მათ შორის სოციალურად დაუცველებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც მართლა ყოველდღიურად შეიძლება არსებობა უჭირდეს, იმის გამო რომ ეს პოლისი მოვიდეს ამ ყველაზე მაღალი დონის კლინიკაში. 2015 წლის მოდერნიზაციის გეგმა არის სწორედ ის, რომ საქართველოში ყველა კლინიკა იქნება ან ამ დონის, ან თითქმის ამ დონის. ჩვენ იმიტომ ვაფინანსებთ უღარიბეს ფენას საქართველოში და 1 მილიონზე მეტმა მოქალაქემ მიიღო დაზღვევა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, რომ ყველა მოქალაქეს შეეძლოს მსგავს კლინიკებში მკურნალობა, როგორც ოპერაციების გაკეთება, ასევე ამბულატორიული სერვისის მიღება. მნიშვნელოვანია, რომ 25 საწოლიანი კლინიკა განკუთვნილია ყველა ასაკის პაციენტისათვის, როგორც ბავშვთან განყოფილება, ისე უფროსების. ძირითადად აქცენტი იქნება გეგმიურ ოპერაციებზე და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ყველა რაიონში საქართველოში ყველა მოქალაქისთვის შეგვიძლია დღესდღეობით სრული სერვისი შევთავაზოთ, როგორც ბავშვთა, ასევე მოზრდილთა ასაკში სადაზღვევო კომპანიებს. რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, თუ ადრე ჩვენი პრიორიტეტი იყო ფასიანი მომსახურება და ქველმოქმედება, ამჟამად ამ სადაზღვევო სისტემამ მოგცა საშუალება, რომ მოემსახუროთ არა რაღაც კონკრეტულ ფენას სოციალურ, არამედ ყველა ფენას.